მივესალმები ყველას, ვინც გვიყურებს. წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი და გაგაცნობთ გუშინდელ შოუ ბიზნესურ სიახლეებს. მესამე სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების საერთაშორისო კონკურს ფესტივალი დებიუტი გაიხსნა. ფესტივალი 17 დეკემბრამდე გაგრძელდება და მასში წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას სტუდენტური ნამუშევრები ნიდერლანდიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ეს ყველაფერი კი ფესტივალის საერთაშორისო სტატუსიდან გაუმდინარეობს. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია ხელი შეუწყონ სტუდენტური შემოქმედების პოპულარიზაციას, სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანთა დაახლოებას და ახალი სახეების გამოვლენას. სხვადასხვა ფესტივალზე დასწრება უფასოა, რაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მისცემს საშუალებას გაეცნოს თანამედროვე ახალგაზრდულ შემოქმედებას. დიდი წარმატება იწყება სწორედ სტუდენტური ხელოვნებიდან. ეს ფაქტია, ეს ხელოვნება საქართველოში ცოცხალია, ძალიან მიხარია, რომ წელს ეს ფესტივალი უკვე საერთაშორისოა და მივესალმები ყველა სტუმარს, ვინც ფესტივალზე ჩამოვიდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან, ლიტვიდან. წარმოდგენილი გახლავთ 16 სპექტაკლი და 45 ფილმი. მონაწილეობას ღებულობს როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, ასევე სასომხეთი, აზერბაიჯანი, ლიტვა და ნიდერლანდები. რაც შეეხება სასომხეთიდან წარმოდგენილია სპექტაკლი, აზერბაიჯანიდანაც სპექტაკლი, ხოლო ლიტვა და ნიდერლანდები წარმოდგენილია ფილმებით. უნდა გითხრათ, რომ როდესაც შემოვედი და უკვე შემოსასვლელში დავინახე ნიღბები, კოსტიუმები, საინტერესო ფიგურები, რაც დაბარგულს იმაზე, რომ თეატრი უგდავი ხელოვნება, თეატრის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს ქვეყანა. ჩვენ ძალიან ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრება გვაქვს და ამ პერიოდში აუცილებელია, რომ რაღაცები გამოჩნდეს. გზის დასაწყისში თუ კი ეს მოხერხდება და მოხდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომღერალი დათო გომართელი მოსკოვის გასტროლებისთვის ემზადება და სანო სტუდიაში რუსულენოვან სიმღერებზე მუშაობს. ძველი რუსული რომანსი გაგდა პრიხოძით მოლოდეს, რომელიც აქამდე მომღერლის რეპერტუარში როგორც კლასიკური ნაწარმოები შედიოდა, ახლა ახალი ინტერპრეტაციითა და ჟღერადობით იწერება. რომანსის გათანამედროვებული ვარიანტის შექმნა გომართელისთვის საკმაოდ ექსპერიმენტული ნაბიჯი აღმოჩნდა. ასე რომ რისკი იმისა, თუ როგორ მიიღებს მას მოსკოვის აუდიტორია, საკმაოდ დიდია. სხვადასხვა ახალი სიმღერებით მომღერალი მოსკოვში საახალწლო პროექტებში მიიღებს მონაწილეობას. მე ვაპირებ ახლა მოსკოვში წასვლას 20 დეკემბერს და მომიწევს იქ კონცერტების ჩატარება, ამიტომ გადავწყვიტე ეს სიმღერა ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციით მიმეწოდებინა, უკვე ასე ვთქვათ, როგორც საესტრადო სიმღერა თანამედროვე ესეთი ყოფილიყო. პრინციპში ორი სიმღერა ავარჩიე მე, აი როგორც ძველი რუსული რომანსი, რომელსაც აი ახლებური ჟღერადობა მიეცემა. Навеки не забудется, что не сбылось, то сбудется. ეს მუსიკა ჩემთვის ძალიან ახლობელი არის და მე ძალიან მიყვარს აი ესეთ ჟანრში მუშაობა. ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ პრინციპში ესეთი მუსიკა თბილისში ნაკლებად კეთდება, რატომღაც აი ამ მიმართულებისკენ, ამ მიმდინარეობისკენ, რატომღაც ჩვენი შემსრულებლების სიმპათიები ნაკლებად არის გადახრილი. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ ეს აი ესეთი ვერსია ძალიან წარმატებული იქნება, თუ თბილისში დათოს მოუნდა, რომ ეს სიმღერა დაარასკრუტკოს, ასე ვთქვათ. მარტივად. იმიტომ რომ დუდკები რაღაცებს უკრავენ და დაუტოვოთ ცოტა ადგილი. Будется, навеки не забудется. დაახლოებით 2 წლის წინ, მაშინ როცა სამოდელო სააგენტო AMSA-ში კასტინგი ჩატარდა, შესაძლოა ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ პარიზის სააგენტო ფორდის მიერ შერჩეული მოდელი დაშა ფირსანოვა მსოფლიო სამოდელო სამყაროში ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა. დაშა გარდა იმისა, რომ წარმატებით მოღვაწეობს პარიზში, ის როგორც ფორდის ერთ-ერთი საუკეთესო სახე მიწვეული იყო იაპონიაში და მილანში საკმაოდ ცნობილ და პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობისთვის. Я поехала опять в Париж, и потом меня французское агентство отправило в Токио. После Токио я вернулась опять в Париж, и вот так вот я путешествую уже почти 1,5 года. И вот сейчас только я поехала в Милан, и там тоже работала. 2 წლის განმავლობაში ამხელა წარმატების მიღწევა როგორც წესი ბევრისთვის შეუძლებელია. ქართულ სამოდელო სკოლაში გაზრდილი მოდელის მონაცემები და შესაძლებლობები ჩვენს ფარგლებს გარეთ არათუ მოულოდნელი გასაკვირიც კი აღმოჩნდა. დაშა სულ რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნდა და ცოტაოდენი შესვენების შემდეგ ისევ დაუბრუნდება მსოფლიოს პოპულარულ პოდიუმებს. ასე რომ ახლა ის შესაძლოა მსოფლიო მოდის ვარსკვლავების გვერდითაც ვიხილოთ. Работала я очень много на разных показах. Я сделала Ив Сен Лоран, Унгаро, Соня Ракель
и многие другие. Селин, сейчас последнее шоу у меня было. Когда я хожу по кастингам, все удивляются, что я из Грузии, потому что из Грузии модели за границей – это большая редкость. Speak to me, baby. ხელოვნების მუშაკთა სახლში, სადაც პოლონეთის საკვირაო სკოლა ბინადრობს, მიმდინარეობს რეპეტიციები სპექტაკლისა „დომნა ბულვარი კალერტანა“. წარმოდგენა, რომლის რეჟისორია რაჟდენ კერვალიშვილი, ეძღვნება ცნობილ პოლონელ მეცნიერს, ნობელის პრემიის ლაურეატს მარია კიურის-სკლადოვსკაიას. სპექტაკლი, რომლის პიესაც ქალბატონი მარიას წერილების მიხედვით შეიქმნა, მაყურებელს გააცნობს ცნობილი ფიზიკოსის ცხოვრების იმ დეტალებს, რომლებიც მისი მეცნიერული სამუშაოების მიღმა ხდებოდა. Кое-какие мои исследования. ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ შინაგანი ბუნება ამ ქალის მარია სკლადოვსკაია-კიურის და საერთოდ მისი ცხოვრებისეული პრობლემები, რომელიც მას ჰქონდა მოხვეული გარეთ და ის სკანდალები, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მაშინ ერთი პერიოდი ძალიან ისე იყო გამოქვეყნებულიც იყო პრესაშიც, იმ პერიოდში საუკუნის დასაწყისში ხდება. და საკმაოდ დიდი სკანდალი მოყვა მის რაღაც პირად ურთიერთობებს და პირად ცხოვრებას. ამ სპექტაკლის იდეის ავტორია ირენა კესკური, რომელიც თავად ასრულებს მარია კიურის როლს. წარმოდგენა რუსულ ენაზე მზადდება, თუმცა მომავლისთვის იგეგმება მისი პოლონურად თარგმნა და პოლონეთში გატანა. Среди польской диаспоры появляются инициативы отмечания разных праздников, которые связаны с поляками, которые известны в мире. И это в нашем мнении очень важно, что они знают, что есть какие-то годовщины, что надо это отметить. Понимаете, я бы хотел знать о вас все. Какой вы были маленькой девочкой, как вы жили.